პერი იოსე ბათონელი, მონაზნური გამოცდილების გადმოცემა. წერილი მე-15. ღმერთმა უთხრა ადამიანს და ვინ გითხრა შენ რამე თუ შიშველ ხარ? ან იქნება აკრძალული ხის ნაყოფი იგემე? მეც გეკითხები, ვინ ჩაგაგონა ის რასაც მწერ? ან იქნებ მტერს გაუღე კარი და მან, მთელი თავისი მხედრობით შემოსულმა, შენი სული შეურაცხო? რასაც ახლა ფიქრობ შვილო, წმინდა შესამოსლის ჩაცმამდე უნდა გეფიქრა. ახლა, როცა ანგელოზის ხატება შეიმოსე და ქრისტემ დაბეჭდა ის, რაც აღუთქვი, ასეთი ფიქრი უადგილოა. რადგან საიდუმლოს აღსრულების შემდეგ გაქრნენ ნათესავებიც, მშობლებიც და საერთოდ ყველა. კარგად გაიაზრე ჩემი სიტყვები. თუ კი მონაზონი აღთქმის დადების შემდეგ დაუძლურდება და უდებებაში იქნება და მოძღვარსა და ძმობას უმიზეზოდ დატოვებს, მას მომაკვდინებელი მწუხარება მოიცავს, რადგან დიდი ჭირი ეწევა და სამსჯავროს ვერ გაიქცევა. ცხოვრების ბოლომდე უნდა იზღვიოს თავისი საქციელი და ბოლოს მაინც ვალში დარჩება. აღთქმისა და მცნების დამღვევად შეირაცხება, რადგან თქვა უფალმა, რომელსა უყვარდეს მამაი ანუ დედაი უფრო ის ჩემსა, არა არს იგი ჩემ და ღირს. და კიდევ, არავინ დასთვის ხელი სახვნელსა და ხედავნიგი გარეშე უკუნ და წარმართებულ არნსას უფევას აღთვისასან. და კვლავ, კეთილ არს რომელი არა აღუთქმად შენდა, ვიდრეღა აღთქმასა შენდა და არა მიცემად. ასე რომ, როცა ამას ნათლად ამბობს ქრისტე, შენი მოძღვარი, ღმერთი და მამა, რომლის ხელთაა შენი სუნთქვა, სიცოცხლე, რაღა მოსატანია ის ყველაფერი, რაზეც ლაპარაკობ, რომ ვერ დამშვიდები, მუდმივად გექნება სინდისის კენჭნა, მოვალეობათა მიტოვების გამო და ასე შემდეგ. და ამაზე იფიქროს ღმერთმა, რომელმაც დადო საზღვრები და დაყო, და ემანაგოს პასუხი საკუთარ თავთან, თუ კი ის, რაც თქვა, ცუდია. ჩვენ კი შენ, მე და ყველამ, ვინც ეს წმინდა ხატება შეიმოსა, რადაც უნდა დაგვიждდეს მისთვის მიცემული სიტყვა უნდა დავიცვათ, რათა მისგან აღთქმულ სიკეთეთა ღირსნი გავხდეთ. და არ იფიქრო, რომ მშობლებს რაიმე სარგებელი ექნებათ ახლა შენი დაბრუნებით. დიდი ზიანი მიადგება მათ სულებს და დასაყუპად გაიწირება ოჯახში ყველა, ვინც ღვთის ნებას აუმხედრდება. მეც არასოდეს შეგიწყობ ხელს ამ ცოდვის ჩადენაში, ახლაც არ ვეთანხმები გადაწყვეტილებას, რომელსაც თქვენ მთავაზობთ. შენს მოძღვარსაც ძალიან ძვირი დაუჯდება შენი დათმობა, თუ კი ბოლოს და ბოლოს მობეზრდება ეს ყველაფერი და გაგწირავს. ასე რომ, საბოლოოდ ამოიგდე თავიდან ეს მაცდური აზრი, რომ შეწყდეს გულის სიტყვათა ბრძოლა და გული დაგიმშვიდდეს. ხოლო თუ დამარცხდები და უკან დაბრუნდები, არა თუ წერილს აღარ მოგწერ მეტად, არამედ საერთოდ ამოგიღებ გულიდან. სხვა არაფერი შემიძლია, რადგან ვხედავ, რომ გესმის ეცდუნება და ეშმაკია, მაგრამ მაინც უსმენ მას. სხვა რაღა მოგწერო? ოღონდ მომისმინე, სანამ ჯერ კიდევ არის დრო. თორემ როცა ადამიანი განსაცდელის წინაშე შეგნებულად იხევს უკან, შემდეგ დგება ჟამი, როდესაც მას ჯანსაღისა და სასარგებლოს მოსმენა აღარ შეუძლია, რადგან უკვე შერყვნილია მისი სულის სმენა. ასეთი ადამიანი ყველაფერს უგულებელყოფს და დაღუპვისკენ მიექანება. ვერ ხედავ, რომ უფალი ყველას მიმართავს, ბოლოს კი ამბობს, რომელსა ასხენ ყურნის სმენად ისმინენ. ამიტომ უარყავი გულის სიტყვები და გონება, სულით ამ მთავრობისაით და განიმტკიცე. შენ სრულებით არ გამძიმებს ის, რაც უკან მოიტოვე, როცაერსა და ახლობლებს დაშორდი. ყველაფერზე ზრუნავს ის, ვინც შექმნა ცა და დედამიწა, ის ფიქრობს ყველაზე. მოისმინე ერთი საოცარი ამბავი, რომელიც აქ წმინდა მთაზე მოხდა და რომლის შესახებაც შესაძლოა აქამდე არაფერი ხსმენია. ჩვენს დროში კატუნაკებში ცხოვრობდა ადამიანი, რომელსაც მე მოვესწარი, რადგან ჩემს მოსვლამდე მცირე ხნით ადრე აღესრულა. ის ერთი ბრმა ბერის მორჩილი იყო. ერთხელ მათ ამ წირი მივიდა. ახალგაზრდა ბერი ეკითხება, საიდან ხარ? ის მისი სოფლიდან აღმოჩნდა. ბერმა თავისი ვინაობა არ გაუმხილა, ხოლოდ მამის შესახებ გამოიკითხა. როგორ არის ესა და ეს? სტუმარი პასუხობს, რომ ის გარდაიცვალა და მეუღლე და სამი ობოლი ქალიშვილი მიუსაფრად დატოვა. მათ ერთი ვაჟიც ყავდათ, ამბობს ის, რომელიც დიდი ხნის წინ წავიდა სახლიდან და მის შესახებ არაფერი იციან.
ეს ამბავი ბერს მეხივით დაეცა. მაშინვე შემოუტიეს გულის სიტყვებმა. წავალ ეუბნება მოძღვარს, წავალ რომ მათ უპატრონო. კურთხევას თხოვს, მოძღვარი არ უშვებს. ბერი დაჟინებით დგას თავის სიტყვაზე. არიგებს მას მოძღვარი და მასას და საკუთარ თავსას დასტირის. მაგრამ მისი გადარწმუნება შეუძლებელი აღმოჩნდა. ბოლოს მოძღვარმა მორჩილი თავის ნებაზე მიუშვა და ისეთ წავიდა. როგორც კი ათონი დატოვა, დასასვენებლად ერთი ხის ჭრილში ჩამოჯდა. ამ დროს მეორე მონაზონიც მოვიდა, გაუფლილი, იქვე ჩამოჯდა და გამოელაპარაკა მას. ხედავ ძმაო, რომ რაღაცით აღელვებული ხარ, არ მეტყვი მიზეს? ნუ მკითხავ მამაო, პასუხობს ის, დიდი უბედურება შემემთხვა. და დაცრულებით უყვება თავის ამბავს. კეთილი მგზავრი კი ეუბნება. თუ დამიჯერებ საყვარელო ძმაო, უკან დაბრუნდი. შენს მოძღვართან და შენს სახლს ღმერთი დაიფარავს. შენ კი შენს მოძღვარს ემსახურე, მით უმეტეს რომ ის ბრმაა. მაგრამ მორჩილმა არ შეისმინა. გულის სიტყვებით მოცულს მისი სიტყვები სიცრუედ მოეჩვენა. მას შემდეგ რაც უცნომა ბევრი მაგალითი მოუყვანა, როგორც ახლა მე შენ, ურჩი ბერი მაინც გზის გასაგრძელებლად წამოდგა. მაშინ მოვლინებული ეუბნება. ესე იგი არ იჯერებ და უკან არ ბრუნდები? არა, epasუხება იგი. მაშ კარგი ეუბნება მოვლინებული. მე უფლის ანგელოზი ვარ და მამაშენის გარდაცვალებისთანავე ღმერთმა მიბრძანა თქვენთან წავსულიყავი, რომ დამეცვა ისენი და მათი მფარველი გამختارიყავი. რადგან ახლა ჩემ მაგივრად შენ მიდიხარ, მე ვტოვებ მათ. და უეცრად გაუჩინერდა. ბერი გონს მოიგო და მაშინვე მოძღვართან დაბრუნდა, რომელიც მისთვის მუხლმოდრეკით მლოცველი დახვდა. ჩასვდი არ შვილო, ასე ხდება, როცა ყველაფერს ღმერთს მივანდობთ, რადგან ის, როგორც ახიერი გამგებელი, ძალიან კარგად წარმართავს ყველაფერს და მისი წყალობა უცდომელია. მაგრამ ხსნის მოსურნეს მოთმინება უნდა გქონდეს, ხოლო თუ ვითხოვთ ღმერთმა ისე მოაწყოს, როგორც ჩვენ მოგწონს, მაშინ საქმე ცუდათაა. ეშმაკი, რომელსაც არ შეუძლია იქ შესვლა, სადაც მორჩილების მადლი და სიყვარულში ერთობაა, ნებისმიერი საშუალებით იბრძვის, რომ ადამიანი განდგომით გააცალკევოს, შემდეგ კი თავისი ბოროტებისა და მსაკრობის სათამაშოდ აქციოს. მაგრამ როდესაც გონიერი ადამიანი შეისმენს იმისას, ვინც მასზე მაღლა დგას და გზა იცის, მახის დამგები ეშმაკი ეცემა და ბოროტება მასვე უბრუნდება. ამრიგად, ახლა უფროსების მორჩილი იყავი და დროთა განმავლობაში შენს გამოცდილი გახდები, რომ სარგებელი მოუტანო უმცროსებს. დადგება დრო, როცა იმის მფლობელი შეიქმნები, რაც ახლა არ გაქვს და რთულად მისაღწევი გეჩვენება და გაუცდები როგორ მოიპოვე ეს, მით უმეტეს რომ უკვე აღარ ციტხოვდი. ეს ყველაფერი იქნება, მხოლოდ საჭიროა მტკიცე იყო მოთმინებაში და დაჟინებით ითხოვდე სულის განწმენდას. რისხანება დაცხრება, სიმშვიდე მოვა და შენი ღვაწლის შესაბამის უვნებობასა და ლოცვას მოიპოვებ. ოღონდ საჭიროა ითხოვდე და შეძლების დაგვარად თავს აიძულებდე. ყველაფერი ერთბაშად არ ხდება. შენ ხომ ჩვილი იყავი და უეცრად არ გცეუხარ ზრდასრულ ადამიანად. ეს დაცემები სიმდაბლის შემეცნების გაკვეთილებია შენთვის. ამიტომ კი არ უნდა იდარდო, არამედ თვალყური ადევნო და გამტკიცდე შეტაკებებში, რომლებიც ერთმანეთს მოსდევს და ერთის გაკვეთილი სამზადისია მომდევნოსთვის. მომზადება კი ასე ხდება, რაც უნდა შემამთხიოს ეშმაკმა, ჩემი ნება არ გამოვხატო, აზრი არ ვიქონია, კამათი არ დავიწყო და იყოს მრუდე, როგორიც უნდა იყოს კურთხევა. მივიღო როგორც ჩემი ჯვარი, ამას განშჩის გარეშე შევასრულებ და ღმერთმა იხილოს ჩემი გული და შემიმსუბუქოს ბრძოლა. ადამიანი სამიზნესავით უნდა იდგეს და ელოდოს, საიდან დაარტყავს მტერი. მაშინვე იქით მიმართოს იარაღი და ცხოვრების ბოლომდე მოსვენებას არ ელოდოს. თუნდაც უფალმა მრავალჯერ მისცეს ის. მან არ უნდა შეასუსტოს თვალყურის დევნება, მუდმივად ფხიზლად უნდა იყოს, როგორც ბრძოლისას მეომარი, რადგან ერთი წამი იმდენად ღირებულია და ისეთი სარგებელი მოაქვს სულისთვის, როგორსაც მთელი წელი ვერ მოუტანს. ასევეა ზიანიც, თუ კი ადამიანი ყურადღებას მოადუნებს.